ამერიკა დადგა შემდეგი გამოწვევის წინაშე. როგორ ხსნის ჰორმუზის სრუტეს და როგორ უზრუნველყოფს იმას, რომ ირანის ხელში არსებული 450 კილო გამდიდრებული ურანი გადაეცეს ამერიკას. ერაყში რა მასშტაბის ჩართულობის ოპერაციას განხორციელებს, მაგაზე წამსვლელი ამერიკა ეხლაც კი აღარ არის შიდა პოლიტიკური უკმაყოფილების გამო. თუ ირანში ვერ გაფორმდა გამარჯვება, ამაზეც კი რაზეც ეხლა წავიდნენ, დიდი შანსია რომ კიდე ძალიან დიდი ხანი აღარ იყოს წამსვლელი ამერიკა. აქედან გამომდინარე, თუ რეალური ობიექტური გამარჯვებით არ დაგვირგვინდა ეს ომი, ამერიკის გამოსვლა ამ ომიდან იქნება რეალურად რეგიონის ირანის ძევლობის ქვეშ დატოვება და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მიუხედავად იმისა, რომ ირანს ავიაცია გაუნადგურდა, ფლოტი გაუნადგურდა, ირანის შესაძლებლობები ყარნახი მოახდინოს ამ ნაწილში მსოფლიოსი საკუთარი პირობების გაიზრდება. იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ თურმე ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის მთელი ძალებითი ჩართულობის მიუხედავად, ირანს შეძლებია ძალიან იაფი სამხედრო ტექნიკით, პირველ რიგში იაფი მოიერიშე დრონებით გადაკეტოს ჰორმუზის სრუტე და გაუძლოს მოწინააღმდეგეების დარტყმას და მოწინააღმდეგემ დიდი ვერაფერი ვერ მოახერხოს იმისთვის, რომ უკან დაახემოს.